და გვახსოვდეს, რომ თუ ვინმეს გაუჩნდება აზრი, რომ მას არ ჭირდება ლოცვების წარმოთქმა და აზრი, რომ მას არ ჭირდება სინანული, რომ არ სცოდავს, ეს აზრები ბოროტისგან არის, ეს არ არის ღვთისგან. არამედ უფრო გულმოდგინეთ უნდა ვილოცოთ, როგორც გვასწავლა ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ. როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ათესავი ბოროტის სულების განიდევნება მხოლოდ და მხოლოდ არხვით და ლოცვით. მაშასადამე აი ეს საშუალებები და იარაღები ჩვენ გადმოგვეცა თვით უფლისგან, მოციქულებისგან. და ვინც მოისურვებს გამოიყენოს აი ეს საშუალებები და იარაღები, ის ყოველთვის იქნება გამარჯვებული. მოგესალმებით. მე დღეს მინდა განმარტო ჩემი ნათქვამი ლოცვის შესახებ. მე ეს რაც იმედმა აიტაცა და ასევე აიტაცა სახელმწიფო მოხელეებმა, კერძოდ ვოლსკიმ და მე მიწოდა თითქოს მღვდელი, რომელიც არ ლოცულობს. მე ვიცოდი ესენი ამას რომ გააკეთებდნენ და მე მათთვის გადავაგდე ეს ანკესი, რომ წამოგებოდათ იმ უდიდეს სწავლებას, რომელიც მე ვთქვი, მაგრამ მე არ მეგონა, რომ ამას მათ სიტყვებს გაიმეორებდა თვით მოსაყდრე შიო. მათთვის მე ამის განმარტებას არ ვაპირებდი, მაგრამ რადგან მოსაყდრე საჯაროდ ხადაგებს ჩემზე თითქოს მე არ ვლოცულობ და ვინც იტყვის, რომ 30 წელია არ ვლოცულობ, ის თითქოს ეშმაკეულია და ასე შემდეგ. მას ეს ჩემთვის უნდა ეკითხა, თუ ის მამაა, უნდა ეთქვა და უნდა დავებარებინე ამ საკითხის განსახილველად არა სადმე კომისიაზე, არამედ თავისთან, უბრალოდ როგორც მამა იბარებს შვილს, როგორც მეუფე იბარებს მღვდელს, რომელიც მისი ეპარქიის მღვდელმსახურია. მაგრამ მან ეს არ გააკეთა და ამიტომ მე მინდა მცირედი, მე საერთოდ არ მიყვარს ჩემი ისტორიის მოყოლა, მაგრამ მცირედს მოყვები. 92-ში მივედი ეკლესიაში, ტაძარში. 92-დან 94-მდე ვიყავი მრევლი, ჩვეულებრივი. არც ერთი წირვალოცვა არ გამიცდენია. კითხულობდი ორ ფსალმუნის კანონებს, ორ კანონში რამოდენიმე ფსალმუნი შედის, მინიმუმ 6. დილას-აღამოს ლოცვებს და ვამუშავებდი სახარებას. 94-ში ჩავაბარე სემინარიაში. სახარება დამუშავებულად წაკითხული მქონდა, არა მხოლოდ სახარება, არამედ ახალი აღთქმა 6 ჯერ. სემინარიაში რომ ჩავაბარე, გავხდი პატრიარქის სტიქაროსანი და იქ თავისთავად პატრიარქი როდესაც წირავდა, ყოველთვის მე ვესწრებოდი და თანა მსახური ვიყავი პატრიარქის როგორც სტიქაროსანი. 98-ში დავამთავრე სემინარია და სემინარიაში ძალიან ბევრ საგნებს გვასწავლიდნენ. მეუფე აბრამი იყო მაშინ რექტორი და მახსოვს, რომ დავთვალეთ 18 საგანს ვსწავლობდით კვირაში, მთელი წლის განმავლობაში. ძალიან დატვირთული იყო და მე ერთი წლის მერე სემინარიაში სწავლის ერთი წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვერც ვახერხებდი დილას-აღამოს ლოცვების კითხვას და სადღაც 30 წელი გამოდის, რომ მე დილას-აღამოს ლოცვა არ მithქვამს. დილას-აღამოს ლოცვა და არა თუ არ მილოცია. და როდესაც სემინარია დავამთავრე,
ტაძარს ხატავდი. ტაძარში რაც კი ლოცვები იყო მართალია ხარაჩოზე ვიყავი ასული და იქიდან უსვენდი, მაგრამ ყველა ლოცვას უსვენდი და ყველა ლოცვას ვესწრებოდი. ტაძარში ვიყავი მთელი დღე, ხან 8 საათი, ხან 9 და მეტიც. და როდესაც მონასტერში წავედი, ეს იყო 2000 წელი, 2000 წელს უკვე შევდექი ზედაზენზე მორჩილად და იქ იყო ყოველ საღამოს წუხრი, შუაღამიანი, დილით იყო ცისკარი და უმეტესწილად გადაებმებოდა წირვა. და შემდეგ უკვე სამებაში რო ჩამოვედით, სამებაში არ იყო ყოველდღიური წირვა, მაგრამ იყო ყოველდღიური ლოცვა, წუხრი, შუაღამიანი, დილით ცისკარი და დღესასწაულებზე და კვირაებში იყო წირვები. ამას ყველაფერს ვასრულებდი. როდესაც მაკურთხეს ფერიცვალების მონასტერში დამადგინეს მღვდლად 2002-ში ბოლოსკენ მაკურთხა ჩემმა მოძღვარმა რომ 40 დღე წირვა მეტარებინა, ესეა წესი და მე გავაგრძელე და მთელი წელი ქონდა წირვები. ეს წირვები როგორ იყო? ღამე საღამოს ვკითხულობდით წუხრს, შუაღამიანს და წვეტდით. დილით დგებოდით 2 საათზე და ვიწყებდით ცისკარი, ჟამნები და წირვა. აი ეს იყო მთელი წელი. მე უფეშიო რომ იცოდეთ. შემდეგ სამებაში მე გადმომიყვანე სამებაში წინამძღვრად და იქ შეუძლებელი იყო ყოველდღიური წირვები, მაგრამ ყოველ დღე ქონდა წუხრი, შუაღამიანი, დილით ცისკარი. დღესასწაულებზე და კვირას წირავდით ხალხისთვის და ჩვენთვის, რა თქმა უნდა. როდესაც გადავედით წალკაში 2004 წელს, ყოველ დღე ქონდა უკვე ღამისთევიანები. ეს ნიშნავს, ღამისთევიანი ნიშნავს, რომ ვიწყებდით დიდი მწუხრით, ცისკრით და ვამთავრებდით წირვით 2008 წლამდე. ახლა რომელს გაქვთ ამდენი ნალოცი და ნაწილი, დაფიქრდით. და მე მითხარით თქვენს თუ გაქვთ ამდენი ნალოცი და ნაკითხი. 2008 წელს წლის ბოლოსკენ, როდესაც რუსეთი დაესხა საქართველოს თავს, წალკაში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. რუსული ვერტმფრენები დაფრინავდნენ. შემდეგ თვითონ იქაური ადგილობრივი არაქართული მოსახლეობა რუსული დროშებით დადიოდნენ, მანქანაზე ჰქონდა დამაგრებული და მოდიოდნენ ჩვენთან და გვაგინებდნენ და მალე გაგაგდებთ, ასე გვეუბნებოდნენ ზოგიერთები. და ამ დროს ჩვენ იქ 2 მონასტერი იყო, ცალ-ცალკე რა თქმა უნდა, მოშორებით, დედათა და მამათა, დედათა მონასტერიც პატრიარქის გახსნელი იყო, მამათა მონასტერიც პატრიარქის გახსნელი იყო. და ორივეს წინაზღვრობდი მე. მე რადგან ასეთი საშიშროება იყო, შევწყვიტე ღამისთევიანები და დედები გამოუშვით თბილისში, სადღაც 6 თვე ცხოვრობდნენ თბილისში ახლობლის მიერ მოცემულ სახლში. და ამის შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, მქონდა ყოველ დღესასწაულზე, ყოველ კვირას და წირვალოცვა, მაგრამ წუხრი, შუაღამიანი და ცისკარი ამას ხან ერთად კითხულობდით, ხან კელიებში კითხულობდით. აქედან გამომდინარე, თქვენ არავითარი უფლება არ გაქვთ მე მიწოდოთ, რომ თურმე მღვდელი არ ლოცულობს. ეს ასეა და კითხეთ იმათ, ვინც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა მონასტერში. და ამ ყველაფერს ერთვოდა კითხვები. მე ავაშენე სკიტი მამებთან ერთად და ამ სკიტში ჯგუფ-ჯგუფად მიდიოდნენ 3, 5, 7, 2 თვით ესე ადამიანები და ვაძლევდით წიგნებს, ამუშავებდნენ წიგნებს
და მერე გვიყვებოდნენ, ლექციებს მართავდნენ და მეც მაინტერესებდა როგორ გაიგეს და მეც განუმარტავდი რაც გაიგეს, ამდენად სწორად გაიგეს. როდესაც მე წიგნის პრეზენტაციაზე ვთქვი, რომ მე 30 წელია არ მithქვამს დილა-საღამოს ლოცვა, ეს ნაწილი არის ამოჭრილი. მაგის მიხედვით არ შეიძლება ეპისკოპოსი ჩემზე საუბრობდეს. თუ ეპისკოპოსს აინტერესებს იქ მე რა ვთქვი, ჯობდა რომ დაგებარებინეთ. ეხლა რაც შეეხება ჩემს ნათქვამს. მე მართლა არ მithქვამს, იმიტომ რომ თქვენ უნდა იცოდეთ, ბერი ხართ და ბერები მით უმეტეს დილა-საღამოს ლოცვას არ ლოცულობენ. სხვა ლოცვებს ლოცულობენ უფრო ღრმას და უფრო დიდს. და რაც შეეხება უფალო შემიწყალეს, ეს მე ვთქვი ახლანდელ მოვლენებზე, თუმცა ეს არ ეხება საერთო ლოცვას, არამედ ეხება პირად ლოცვას. არსებობს უდელი ლოცულობს ყველასთვის და ლოცულობს პირადად. მე პირადად არ ვთხოვ უფალს შეწყალებას, რადგან მე ვაკეთებ უფლის საქმეს, რომელსაც ის მავალებს. ამასაც განგიმარტავთ. სახურებები, წუხრი იქნება ეს, ცისკარი იქნება თუ წირვა, შედგება 3 ლოცვისაგან. ლოცვის 3 სახეობა არსებობს. ეს არის თხოვნითი, ეს არის მადლიერებითი და ეს არის ქებითი. ქებითი ლოცვა არის ღვთის შემეცნებითი. თუ ღმერთი არ და ვერ შეიმეცნე ღმერთის ქებას და ღმერთის დიდებას, რომ ის დიდია, ამას ვერ შეძლებ. ამიტომ ქებითი ეს არის შემეცნებითი ლოცვა. და მე ვთქვი, რომ მე მაქვს შემეცნებითი ლოცვა პირადად, თორე საერთო ლოცვა, რა თქმა უნდა, იქ უფალო შემიწყალეთ შედის წირვაში, იქ მადლიერებად შედის წირვაში და ქებითიც შედის. თუ დააკვირდებით, ეს ამას თქვენს დაინახავთ. რაც შეეხება მღვდლის მდგომარეობას, უფალო შემიწყალე, რატომ არ ვამბობ ამას? და მე ვთქვი, რომ იმიტომ რომ მე არ ვცოდავ განსაკუთრებით ბოლო დროს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცოდვილი არა ვარ. არამედ არ ვცოდავ. ეხლა მე თქვენ გეტყვით, მღვდლებო, რომლებიც მე განმიკითხავთ, რა წერია გეკითხებით, რა წერია მღვდლის საიდუმლო ლოცვაში წირვაზე, როცა მღვდელი ლოცულობს, მე გეტყვით რა წერია, მაგრამ რას ნიშნავს თუ გაიგებთ. როდესაც საიდუმლო ლოცვას ლოცულობს, ამასო შევწირავთო, ჩემი სიტყვებით გეუბნებით, უფალს ვეუბნებით, მღვდლები, ეპისკოპოსები, ამასო შევწირავთო სულიერთა ჩვენთა ცოდვათათვის და ერისა უმეცრებისათვის. ეს ნიშნავს იმას, რომ მღვდელს არ აქვს უფლებაც კი, რომ ის საჯაროდ ამბობდეს, ყველაზე ცოდვილი მე ვარ. თუ ის ყველაზე ცოდვილია, ის არ უნდა მღვდლობდეს. მღვდელს არ შეიძლება გქონდეს ხორციელი ცოდვები, ფიზიკურიც. აი მაგალითად, ფიზიკური ცოდვა, ხორციელი ცოდვა არ ნიშნავს მარტო მრუშობას. მაგალითად, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ არქიმანდრიტს რო კრა ხელი და გამოაგდო კრებიდან, ეს არის ცოდვა. ეს არის რჯულის კანონით განსაკვეთი საქმე. რჯულის კანონში წერია, მღვდელმა თუ ვინმეს დაარტყა ხელი, განიკვეთოს. მღვდელმა ან ეპისკოპოსმა თუ ვინმეს მოუწოდა, რომ ვინმეს დაარტყას ხელი, განიკვეთოს. თვითონაც რო არ დაარტყას და რომ მოუწოდოს, განიკვეთოს. ამიტომ ეს არის ცოდვა და აი ამ ცოდვებს თქვენ არ უნდა ჩადიოდეთ. ამიტომ სულიერი ცოდვა რო წერია, სულიერ ცოდვაში მრავალი რამე იგულისხმება. სულიერ ცოდვაში აუცილებლად გულისხმები არ იგულისხმება. მაგალითად გეტყვით გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს, რომელიც ტიროდა და წერს ესეთ რაღაცას, რომ რაც უფრო მაღლა ავდივარ სინას მთავზე, მით უფრო შორდება ღმერთი და მომიწოდებს ისევ და ისევ მივეახლო მას და აი იქ უფალო შემიწყალე და უფალო შემიწყალეს აი იქ ამბობს შემიწყალე, რომ არ წახვიდე ჩემგან და რომ მე შევძლო შენთან მოსვლა. იგივეს ამბობს სიმონ ღვთისმეტყველი. სულიერ ცოდვად წმინდა ადამიანს შეუძლია ჩათვალოს
არა ის რომ მან გუშინ რაღაცა ცუდი გააკეთა, არამედ ის რომ ღმერთი მას ცირედით რომ შორდება და თავისკენ ეძახის აი ამ მოშორების დროს რომ სიღრმეებში შევიდეს აი ამაზე ტირიან მამები და არა ცოდვებზე. ცოდვებზე მღვდელი ეპისკოპოსი არ უნდა ტიროდეს, იმიტომ კი არა რომ არ უნდა ტიროდეს როცა ცოდვა, არამედ არ უნდა ქონდეს ხორციელი ცოდვები. აი ეს ამას ნიშნავს ის ნათქვამი რომ სულიერთა ჩვენთა ცოდვათათვის და ერისა უმეცრებისათვის. ამიტომ მე იქ ვთქვი და თან მინდა გითხრათ რომ იქ მე პროფესორებს ვესაუბრებოდი და არა გაუნათლებელ ზოგიერთ მოდელს რომელიც თითქოს ჩემზე რაღაცებს მოდიალობს. პროფესორებს ვესაუბრებოდი და პროფესორებმა ეს გაიგეს რაც ვთქვი მე იქ. მაგალითად როსტომ ჩხეიძეს ყველაზე მეტად იქ ბევრი რაღაცა ვთქვი მე მასზე უკეთესი, მაგრამ ეს სიტყვები მოეწონა და ილიას ოთარანთქვრივ შეადარა, სადაც ოთარანთქვრივს ათქმევინებს ილია რომ თქვენთვის კი არა, ჩემთვის არ მილოცია ღმერთი რომ არ შევაწოხო. მაგრამ თქვენ ოთარანთქვრივ ხო არა გაქვთ წაკითხული. კარგი, იქ მე ვთქვი მოხუცითა ზღვა, რომელიც მე შემისწორა როსტომ ჩხეიძემ თავის წერილში ესე დაწერა ბერი კაცი და ზღვა. და იქ ესეთი ამბავია. არ გაქვთ წაკითხული ვიცი და ამიტომ მოგიყვებით. ბერი კაცი და ზღვა. თქვენ ესე შეიძლება მწვალებლობად მიგაჩნიათ, მაგრამ ეს არის სოფლიო ლიტერატურა და უდიდესი. მცირე მოთხრობა, მაგრამ ძალიან დიდი შინაარსი. ბერი კაცი, რომელიც ნაპირზე ართევს ზაობს. ბერი კაცი, რომელიც ართევს ზაობს იმისთვის, რომ ფული იშოვოს. პატარა თევზების გაყიდვით. ანუ ეს ნიშნავს, რომ მღვდელი არ არის მღვდელი იმიტომ, რომ ფული იშოვოს. და ნაპირზე არ არის, ქრისტეს ნაპირზე, დილა-საღამოს ლოცვაზე არ არის დარჩენილი. და არც ზიარების ლოცვაზეა დარჩენილი. არამედ უფრო ღრმად შედის. სიღრმეში შედის. და იქ ხდება ესეთი რაღაცა. რას ნიშნავს მარხვა? აი ეს ბერი კაცი ნავში რო ზის და დიდ თევზს რო დაიჭერს, ეს დიდი თევზი იქეთ მიათრევს მას. აქეთ კი ვერ ამოყავს, იქეთ მიათრევს. ეს არის შეცნობა ქრისტესი. და იქეთ რომ მიდის სიღრმეში, ზღვის სიღრმეში, მიდის შია, ცხელა და რაღაცები ხდება მის ნავში. რაღაცა მოლუსკები, რაღაცები, რომელსაც გემო არა აქვს, უგემურია და ამას ჭამს სიცოცხლე რო შეინარჩუნოს, ეს არის მარხვა. ასე წერს ის მწერალი. ეს არის მარხვა, რომ დიდი საქმე გააკეთოს, ამისთვის უბრალოდ სიცოცხლეს ინარჩუნებს. ეს არის ფილოსოფიის ნათქვამი, მე ვჭამ არა იმისთვის, რომ ვცხოვრობ, არა იმისთვის, რომ ჭამო, არამედ ჭამ იმისთვის, რომ ვიცხოვრო, ვიარსებო, უბრალოდ და შევიცნო. მაგრამ ამდენი თქვენ არ იცით. არ შეგიძლიათ ამდენის გაგება და ეს თევზი, რომელიც სიღრმეში მიათრევდა, მე დაღლის ამ თევზს და უკან გამოაკ. და უკან ვერ გამოიტანს დაში შეუჭამენ და ჩონჩხი გამოაკ. მე ვთქვი ეს აი ამ წინგზე. ეს არის მეთქი ჩონჩხი, რაც მე მიფიქრია ქრისტეში, როცა ქრისტე მე დასული წმინდას ვესაუბრები ჩემში. ისეთ სიღრმეებში შევდივარ, როგორც ის ბერი კაცი შევიდა ზღვაში. ისეთ სიღრმეებში შევდივარ, რომ უკან რო გამომაქ ეს, ანუ რო უნდა გამოვთქვა ჩონჩხს. ვერ გამოვთქვა იმას, რაც იქ მე შევიცანე. კარგით, მოხუცითა ზღვა თქვენ არ გაქვთ წაკითხული. პავლე მოციქული თუ გაქვთ წაკითხული, რომელიც ამბობს ვიცი კაცი, რომელიც მესამე ცაზე იყო აღტაცებული, არ ვიცი ხორცითა, არ ვიცი სულითა. აი პავლე ამბობს, არ ვიცი ეს როგორ იყო. ანუ ვერ გამოაქვს ეს მომენტი გარეთ. ვერ გეტყვითო. ისეთი სიტყვები მესმაო, რომელსაც ვერ გეტყვითო, ყურს არ სმენიაო, გულს არ მოსვლიაო. აი ვერ ვამბობო იქ მე რა გავიგეო, აბა მითხარით რას ამბობს იქ პავლე, რამე გაიგო? გაიგო. თქვენ ვერ გეუბნებათ, იმიტომ რომ ის გამოუთქმელი სიტყვებია. ამაზე ვსაუბრობდი მე, მაგრამ ეხლა იტყვით აი პავლეს ადარებს თავს, აბა ვის შევადარო თავი? თქვენ?
ბოდიში მომითხოვია. ვერ შეგადარებთ თავს. იმიტომ რომ თქვენ ქრისტე არ გიყვართ. ქრისტესთვის არ ხართ. ჯაღმაიძეს განსაკუთრებით. არ უყვარს ქრისტე. და ქრისტეს შესაძლებლად არ არის ეს ეკლესიაში მოსული. ეხლა მეუფეშიო ამბობს რომ სახარებაში წერიაო ლოცვითა და მარხვითო განიდევნებიანო ეშმაკები. კი ეს წერია. მაგრამ წერია ბოლოს. მე ახლა მეუფეშიოს მინდა დაუსვა კითხვა. ამაზე ვამბობდით, ზუსტად ამაზე ვამბობ, რომ სახარება უნდა შეიცნო, დილას აღამოს ლოცვის კითხვას თავი დაანებეთ. სახარება შეიცანით. აი კითხვას გეუბნებით ესეც. მოწაფეები, როდესაც გაუშვა ქრისტემ, დასაწყისშივე, სადაც იუდაც იყო. განსაკურნებლად, სადაც უთხრა, რომ ისრაელის ხალხი განკურნეთო და წარმართებში მოწახვალთო. ანუ ისრაელში იარეთო. ეს მოციქულები რო დაბრუნდნენ, გახარებულები იყვნენ. ეშმაკებიც კი გვემორჩილებოდნენ, ანუ ჩვენს სიტყვას ემორჩილებოდნენო. ეშმაკებიცო. როცა ვეტყოდითო გადიოდნენ. და რა ლოცვას ამბობდნენ, როგორ ფიქრობთ? აი რომელ ლოცვას ამბობდნენ ესენი, როცა ეშმაკებს დევნიდნენ. ან როგორ მარხულობდნენ მაშინ, როგორ ფიქრობთ? თუ მარხვით განიდევნება, აი როგორ ფიქრობთ? მითხარით, მიპასუხეთ, აი რა ლოცვას ამბობდა ეს მოციქულები და რა როგორ მარხულობდნენ? ვერ იტყვით, იმიტომ რომ არ მარხულობდნენ. მაგაზე აძლევენ ქრისტეს შენიშვნას, რომ თქვენი მოწაფეები რატო არ მარხულობენო? იოანეს მოწაფეები მარხულობენო. და ეს მოწაფეები როცა არ მარხულობდნენ, ეშმაკეს დევნიდნენ. ეხლა რას ნიშნავს ის, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ლოცვითა და მარხვით განიდევნება ეშმაკი? აი რა არის მარხვა თუ იცით? ამას მე განუმარტავ ხალხს. როდესაც ქრისტემ აიყვანა სამი მოციქული, ფერიცვალების მთას ესე ვეძახით, სადაც ფერი იცვალა, სადაც სხვა სახით გამოჩნდა, სადაც ნათელი იხილეს, მისი ნათელი, რომელიც მარადის მისია და მასთანა, მოციქულებმა პეტრემ, იოანემ და იაკობმა ქვემოთ დარჩნენ სხვა მოციქულები და მათ შორის იუდა. ერთ-ერთი წმინდა მამები და ბევრი განმარტავენ, რომ ყველა მოციქული იმიტომ არ წაიყვანა, რომ იუდას მარტო ვერ დატოვებდა, რადგან ეს მიზეზი იქნებოდა, იუდა მიზეზებს ეძებდა ქრისტეს გასაცემად და ამიტომ სხვებიც დატოვა. და ამ მოციქულებთან არ იყო პეტრე, არ იყო იოანე და არ იყო იაკობი და თავისთავად ქრისტე, რომლებიც თაზე იყვნენ ასულები. მაშინ მიუყვანა ერთმა მამამ მოციქულებს თავისი ეშმაკით შეპყრობილი სული, ვისაც შვილი. და როცა ჩამოვიდა ქრისტე, უთხრა, რომ მოციქულებს მოუყვანეო და ვერ განკურნესო და ქრისტე განკურნავს. ბევრი არ შეგაწუხოთ. მერე მოციქულები ეუბნებიან, ჩვენ რატო ვერ განკურნეთო? და მაშინ ეუბნება ქრისტე, ეს მოდგმა განიდევნება ლოცვითა და მარხვით. რატო ეუბნება მარხვას? მოციქულებს ამ დროს როგორც იუდას, ისე ყველა მოციქულს ჰქონდათ სურვილი ამ ქვეყნიურად გამეფების. მათ ეგონათ, რომ ქრისტე გამეფდებოდა და ქრისტესთან ერთად იმეფებდნენ ეს მოციქულებიც. რასაც ეუბნება იოანე და იაკობი ქრისტეს, რომ შენს დიდებაში ინებე რომ ერთი მარჯვნივ და ერთი მარცხნივ რო დავჭდეთ. ანუ ამ ქვეყნიურ მეფობაზე ფიქრობდნენ. და ქრისტე რო ეუბნება მარხვითო განიდევნებაო, ეს არის ამ სოფლის უარყოფით განიდევნება. და როგორ არის ეს უარყოფა? ქრისტე პავლე მოციქული რასაც ამბობს, მე ჯვარცმული ვარ სოფლისთვის და სოფელი ჯვარცმულია ჩემთვის. მე არ მოძრაობ სოფლისთვის და სოფელი არ მოძრაობს ჩემში და ვერ მომოძრაობს სოფელი მე. იმიტომ რომ არ მსურს ეს სოფელი მე.
ეხლა თქვენ მარხვა გონიათ ხორცის ნაცვლად რომ ლობიო შეჭამთ. არ არის ესე. მარხვა არის სოფლის უარყოფა. ვაკეში ფეშენებულ სახლებში ცხოვრება და როცა მონაზვნები გივლიან და ლექსუსით ან ტოიოტა ლენდ კრუიზერით რო დადიხართ და ჩაბნელებული და თან ახლებით და არაფერი რო არ გაკლია და მარხვაში ხორცის ნაცვლად ასეთ რენას რო შეჭამთ. ეს არ არის მარხვა. მარხვა სოფლის დიდების უარყოფაა. ამ სოფლიურად ესეთი ცხოვრების როგორც თქვენ ცხოვრობთ, იმის უარყოფაა. და თქვენ გონიათ რახან მარხვაში ხორცი არ შეჭამეთ და ლობიო შეჭამეთ ეშმაკებს განდევნით? ძალიან ცდებით. ძალიან. შეცდომაა ეს. მე ეს თემა ზუსტად იმიტომაც წამოვწიე, რომ აი ესე ატყუებთ და აცთუნებთ ხალხს. ეხლა ნახეთ ქრისტე რას ამბობს? ქრისტემ თქვა, რა არის სიცოცხლე? როგორ ფიქრობთ, მარხვა და ლოცვა? რა არის სიცოცხლე? ქრისტემ თქვა, რომ სიცოცხლე არის, რომ შეგიცნო შენ მამა და ის, ვინც მოავლინე შენ. ეს არის სიცოცხლე, ქრისტეს შეცნობა. ქრისტე რო იცოდე. ეხლა მეორეს გეუბნებით. არა თუ მარხულობდა და ლოცულობდა ხალხი. არამედ ქრისტე ამბობს ესეთ რაღაცას. ჩემთან მოვლენო და მეტყვიანო. შენი სახელით არ წინასწარ მეტყველებდითო? წინასწარ მეტყველებდნენ ხალხი, მართლა წინასწარ მეტყველებდნენ. შენი სახელით არ ვდევნიდითო ეშმაკებსო? ეშმაკებს დევნიდნენ. მაგრამ ქრისტე ეუბნება, არ გიცნობთ თქვენ. ეს არ გიცნობთ ნიშნავს, არ გცნობთ თქვენ ჩემებად. ვის არ ცნობს ქრისტე თავისებად? იმას, ვინც არ იცნობს ქრისტეს. იმას, ვინც არ იცნობს ახარებას. იმას, ვინც არ შეიცნობს მესიას, ვინც არ შეიცნობს მამა, ძე და სულიწმინდას. და ამათი შეცნობის გარეშე თქვენი დილას-აღამოს ლოცვა, თუნდაც ზიარების წინა ლოცვა და პარაკლისები, ცოდვად შეგერაცხებათ. ცოდვად. ლოცვაი მათი ცოდვად შეერაცხნეს. ესე წერია ფსალმუნებში. ამიტომ თქვენ ადამიანებს ასწავლით დილას-აღამოს ლოცვას, ეხლა მე მღვდელი ჩემთან დადის თითქმის 80% ჩემი მრევლისა არის სხვისი ყოფილი მრევლი. და როცა ვეუბნები ზიარებაზე, მეუბნებიან, მზად არ ვარ. მე ვეკითხები, რა არის მომზადება? ზიარების ლოცვა არ მაქვს წაკითხული. ესე იგი, მრევლს გონია, თუ დილას-აღამოს ლოცვა წაიკითხა და ზიარების ლოცვა წაიკითხა, ესე იგი მზად არის ზიარებისთვის, მაგრამ არ იცნობს ქრისტეს. მე ვეუბნები ასეთ შემთხვევაში, შენ ქრისტე შეიცანი, დაანებე ამის კითხვას თავი. ქრისტე შეიცანი. მამა ანდრია ჯაღმაიძეს მიერ მოწყობილ, არ ვიცი, რა დღეა მავიწყდება, რა რიცხვია, წინააღმდეგობითი მიტინგი, სადაც ლექსო ლაშქარავა სიკვდილამდე ცემეს, ის, ვინც ცემა და იქ, ვინც გამოვიდა, ყველა იყო ეკლესიის წევრი. მორწმუნეები, ეგრეთ წოდებული. და ისინი ვიცი, რომ დილას-აღამოს ლოცვასაც კითხულობენ, ზიარების ლოცვასაც კითხულობენ ზიარების წინ, მაგრამ კაცი მოკლეს. კაცი მოკლეს. ერთი რუსული პატერიკია ესეთი. რუსული სიტყვაა ტულუპი მოეწონა ერთს, ეცვა. და მეორეს მოეწონა და მივიდა და მოკლა ეს კაცი. გაიხადა ტულუპი. ჩაიცვა და უი რა თბილიაო, ჯიბეში ჩაიყო ხელი. და რაღაცა ქაღალში შეხვეული ამოიღო ჯიბიდან, გახსნა სალა. გაწმინდა ეს სისხლიანი დანა
და დაიწყო სალის დაჭრა და გაახსენდა რომ 4 შაბათი იყო. უი დღეს 4 შაბათიაო. და ჯიბეში ჩაიდო. ასე ხო არ იქცევით შემთხვევით? დღეს საკმარისია. მომავალ შეხვედრამდე.